საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას მე ზვია დავალიანი ვარ ჩვენ საუბრობთ დღის აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იქნება მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს საღამოს ბატონ დავით მოგესალმებით ზვიად მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს მადლობას გადაგიხდეთ გადაცემაში მოდით დავიწყოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების და ფაქტების მიმოხილვა და დავიწყოთ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილით, რომელმაც შეაჯამა 2024 წლის 24 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გასული 6 თვე და რამდენიმე მნიშვნელოვანი თეზისი შეგვიძლია გამოვყოთ ამ წერილში, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა დავიწყო იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ყველა მცდელობა ესე იგი შედეგის ეჭქვეშ დაყენებისა და პარლამენტის ქმედუუნაროდ გამოცხადებისა დასრულდა უშედეგოდ. პარლამენტი წარმატებულად მუშაობს და რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტს რაც შეეხება, ამ ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა თავად ოპოზიცია. ამ თეზისიდან მინდა ამოვიდე და ესეთ შეკითხვა დაგისვათ. შეიძლება თუ არა დღეს უკვე დანამდვილებით თქვა, თუნდაც იმ წარმატებული საგარეო შეხვედრების ფონზე რამდენიმე დღის წინ უთოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა საქართველოში დღეს საქართველოს ანუ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა თუნდაც საგარეო მიმართულებით. საგარეო ლეგიტიმაცია არ არის ასე ვთქვათ საგარეო შეხვედრები არ განსაზღვრავს რა თქმა უნდა ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ლეგიტიმურობას განსაზღვრავს ხალხი, მაგრამ თუნდაც ამ კომპონენტიდან გამომდინარე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ საბოლოოდ კრახი განიცადა ყველანაირმა მცდელობამაც კი რამე ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა თვით უმეტეს იმ ფონზე როცა ვერანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებისა ოპოზიციამ ვერ მოიტანა და საბოლოო ჯამში ამ თელმა ამ პროცესმა დააზიანა მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარემ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარდა საქართველოში რადიკალური ოპოზიციის და მათი დავალების მიმცემების სურვილებით ყველა ამ პროცესს აბსოლუტურად ზუსტი და სწორი შეფასება მიცა. შეგვიძლია ერთი ასეთ წინადადებით შევაჯამოთ და ვახასიათოთ ეს ყველაფერი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ კრახით დასრულდა. ის რისი სურვილიც ჰქონდათ პირდაპირ დავარქვათ საქართველოს მტრებს რომ ქვეყანაში არ შემდგარად გამოცხადებულიყო არჩევნები, არალეგიტიმურად გამოცხადებულიყო ის შედეგები, რომელიც საბოლოოდ დაიდო არჩევნების შემდეგ. ამ პროცესებს მოყოლოდა ხალხის მღელვარება, ხალხი გამოყოლიყო ქუჩაში, მომხდარიყო არეულობა, ის პროცესები, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე ერთხელ იხილა 2003 წელს, მერე ამ არეულობის ფონზე აეძულებინათ ხელისუფლება, ან ხელისუფლებას დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, ან პირდაპირ ძალმომრეობით შევარდნილიყვნენ სახელმწიფო უწყებებში და თვითონ გამოეცხადებინათ თავისთავი ხელისუფლებად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ეს პროცესი, ეს ღალატის მთელი კასკადი, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და იცის საზოგადოებამ, დასრულდა კრახით. დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა, არანაირი უცხოური ძალა, არანაირი უცხოური შეხვედრა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურს ვერ გახდის. ლეგიტიმურობის ერთადერთი წყარო, ისე როგორც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ეს არის ხალხი და ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ის კედელი, ის ციხესიმაგრე, რომელიც იცავს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობას, ასევე ჩვენი თვითყოფადობის, ჩვენი განვითარების სწორ გზას და მიმართულებას, იმიტომ რომ ხალხი არასდროს არ ცდება. იმიტომ არის დემოკრატია კი ნათქვამი აქვთ დიდ პოლიტიკოსებს, რომ შეიძლება საუკეთესო მართლობის ფორმა არ არისო, ჩერჩილმა თქვა, მაგრამ ამაზე უკეთესია არ მოუგონია. იმიტომ არსებობს დემოკრატია, რომ ხალხი არასდროს ის უმეტესობა, ვინც იღებს გაწოლებას, არასდროს არ ცდება. შესაბამისად, რაც რამ ჰქონდათ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ ყველაფერმა არ იმუშავა. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ამას გააჩნია ერთი ძალიან მთავარი, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი ზვიად. ეს არის ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი. იმიტომ რომ მათ ვერ მოატყუეს
ქართველი ხალხი. მათ ვერ შეიყვანეს ქართველი ხალხის შეცდომაში. ვერანაირი ტყუილებით, ზეწოლით, ბულინგით, ცდარი ინფორმაციის გავრცელებით, არიქა და გაჟონა, არასწორი არჩევანის შეთავაზებით. ხო, აი ვერაფრით ის რაც რამაც შესაძლოა, ოდესღაც იმუშავა, სამწუხაროდ, მაშინ კიდე თავისი მიზეზები ჰქონდა, იმიტომ რომ არ იყო იმდენად დამოუკიდებელი ქვეყანა, არ იყო იმდენად სუვერენული ქვეყანა, აგენტურა მოქმედებდა ძალიან ფთაგაშლით ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო არ იდგა მყარად ორფეხზე. დღეს სახელმწიფო დგას ორფეხზე, კიდევ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ქვეყნის საზოგადოება არის იმდენად მომწიფებული, იმდენად გათვითცნობიერებული აი ამ თელ ლაბირინთებში და ნიუანსებში, რომ ვერავის მოტყუება იმ ძირითადი ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილის, იმ 1,120,000 ადამიანის, მინიმუმ 1,120,000 ადამიანის, რომელმაც ხმა მიცა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, არა უკრაინიზაციას, არა ის ბომბების და ჭურვების წვიმას და ცეცხლს, რომ ითხოვდნენ აი ესე ყველგამოშვერილი პარლამენტის სასახლის წინ მამანი ენჯეოშნიკები თუ ენჯეონიცები. არამედ ის რაც უკაცრავად სლენგისთვის, არამედ ის რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას აწვდის. ხო, ეს მომენტი საგანგებოდ იყო პაპუაშვილის წერილშიც ხაზგასმული, რომ ოპოზიციამ და მისმა მფარველებმა საზოგადოებას თითქოს შესთავაზეს ასეთი არჩევანი ევროპა თუ რუსეთი, აი ესეთი რეფერენდუმად წარმოადგენეს არჩევნები და შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ქართული ოცნება დათანხმდა რეფერენდუმის იდეას და კი ბატონო იყოს რეფერენდუმი, ოღონდ რეფერენდუმი არა ევროპას და რუსეთს შორის, არამედ რეფერენდუმი იყო მშვიდობას და ომის საფრთხეს შორის, რომელიც ხოთაშორის ჯერაც არ გამქრალა. დღემდე რჩება სამწუხაროდ, იმიტომ რომ უკრაინაში მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და პრეზიდენტის დიდი მცდელობისა ჯერ კიდევ გრძელდება სამწუხაროდ ომი. მაგრამ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი არჩევანი, რომ როცა არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას შორის და როცა არჩევანი დგას დამნაშავე პოლიტიკურ ძალასა და ქართულ ოცნებას შორის, ის აკეთებს არჩევანს ქართული ოცნების სასარგებლოდ. კი ბატონო, ხალხი კიდევ ერთხელ, ხალხი და საზოგადოება არასდროს არ ცდება. არც შეფასებებში და არც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში. ჩვენ რაც ვიხილეთ ყველამ ერთად, მეც თქვენც მთელმა საზოგადოებამ აი ეს სხვა ცილისწამება, სხვა ძალმომრეობა და მცდელობა ძირითადად ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნით მოქმედი მოღალატეების ხელით, რომ ძირი გამოეთხარათ ჩვენი ქვეყნის ხვანიდელი დღისთვის ზვიად. ეს იყო პირდაპირი ესეთი სლოგანი, შეგვიძლია დავარქვათ, აი ყველაფერს, რაც ჩვენს წინააღმდეგ აი ეს პერიოდი მიმდინარეობდა, რომ დაეღუპათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამ ყველაფერმა არ იმუშავა. იმიტომ არ იმუშავა, რომ ხალხი არის ბრძენი და იცის ძალიან კარგად, სად არის თავისუფლების, სუვერენიტეტის და განვითარების გზა და სად არის ის გზა, რომელიც აი ნახეთ, რა ხდება სამწუხაროდ ხა ამას არანაირი ნიშნის მოგებით მე არ ვამბობ. არანაირი სრული გულწრფელობით გეუბნებით. ის რაც ხდება უკრაინაში, აი ეს ამოხრება დასავლეთის მხრიდან და სინანული და საბოლოოდ შეშფოთება და საბოლოოდ იმაზე დათანხმება და ყაბულს წასვლა, რაც არის რეალობა. ამ რეალობას ვერავინ ვერ ცდება. აი თქვენ უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, ჩვენ რამხელა საფრთხისგან ავარიდეთ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის აი ესეთი მყარი მხარდაჭერით. თუმცა ეს საფრთხე სამწუხაროდ ჯერჯერობით კვლავ არსებობს და ჯერჯერობით არ შეწყვეტილა ზეწოლა და შანტაჟით. შანტაჟი როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან, პრინციპში ეს ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნიდან ვინც ამ შანტაჟს მხარს უბამს, როგორც წესი, სწორედ აგენტურას წარმოადგენს იმ ძალების, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და ცდილობენ საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანას, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს. აგერ მაგალითად კიდევ ერთი მაგალითი გვაქვს სულ ახლანდელი მდიდარი NGO-ების მხრიდან, რომლებიც ბრიუსელს თხოვენ ვიზა ლიბერალიზაციის, ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოსთვის, ანუ დასჯას საქართველოსთვის, კერძოდ ბატონი ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი
ვანო ჩხიკვაძე, ესეც წერილს სტატიას გამოაცხო მოკლედ მან, სადაც მიმართავს ბრიუსელს, რომ ევროკავშირის ხელთასებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაო. ამ ადამიანის შეფასებას არ გთხოვთ, იმიტომ რომ გასაგებია მისი მიზანი და мотиваცია რაც არის. მე უფრო მინდა ვილაპარაკოთ რამდენად რეალურია იმის საშიშროება, რომ მართლაც ბრიუსელში მოკალათებულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და დასაჯოს საქართველოს ხელისუფლება, უფრო სწორად, რეალურად ქართულ ხალხს დასჯეს ამით და არა ხელისუფლებას. იმისთვის რომ არ გაიმარჯვა არჩევნებში იმან ვინც ბრიუსელის ბიუროკრატიას უნდოდა. მაინც დავიწყებ თქვენის ნებართვით იმით, რომ ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, სამწუხაროდ ყოველთვის ძებნიდნენ საქართველოსდან ეროვნებით ქართველი ადამიანები გზას ხან ისპაჰანში, ხან მოსკოვში, არ ვიცი, ხანაც რომელ ქალაქში, იყო რომში, იყო კონსტანტინოპოლში, იყო სტამბოლში და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ საკუთარი მოღალატეობრივი სურვილები საკუთარი ერისვე წინააღმდეგ რეალიზებაში მოიყვანათ. და აი ამ ყველაფერში დებდნენ ყველაფერს. და ეს იყო მოღალატის რაღაც ძალიან კარგი მკაფიო მაგალითები. ხა ის რამდენჯერაც დღესაც სხვა შორის მომიწია ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება, იმდენჯერ ვახსენე გვარი ორჯონიკიძე. თუმცა ეს კიდევ არ ვიცი მე, აი ორჯონიკიძე ხო ნათელი მაგალითია მის, მაგრამ ეს თანამედროვე ორჯონიკიძეობა აი ამ ყველაფრის ფონზე რაც გამოვიარეთ, ვისწავლეთ, გავიგეთ ძალიან მძიმე რეალობა და ძალიან მძიმე აღსაქმელია რა. ზოგადად ჩვენთვის. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რა ხდება ბრიუსელში არ არის მარტივად საქმე თვითონ ევროკავშირისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აი ეს გლობალური deep state-ი რაც საბოლოო ჯამში არც ერთი დასავლური ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს არ გამოხატავს. იმიტომ რომ მათი აი იმ გადასახადის გადამხდელის ფულით ხდება ისეთი მიზნების დაფინანსება, რომელიც არც ვაშინგტონის და ეს ვაშინგტონში უკვე ცხადა პირდაპირ განაცხადეს და ამის შესახებ მოხო პირდაპირ ასე ვთქვათ განაჩენი გამოუტანეს ამ ყველაფერს და არც ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფოს საბოლოო მიზნებში ბუნებრივი არ შედის, ხო? ხა ომი ვის უნდა? მოდი ვთქვათ, ახლა ომის დაწყება, ომის წარმოება ბირთვულ სახელმწიფოსთან, რომელსაც აბსოლუტურად ბოლო, ანუ შედეგი არის სრულიად ასე ვთქვათ, გაუგებარი, რა შეიძლება ახლა მოხდეს, ბოლოს ვიღაცა იმ ღილაკის თითის დაჭერამდე თუ მევიდა საქმე, ხა საწავო კაცობრიობის ისტორია კარგად გვესმის, ეს რომ მოსახლეობის არც ფრანგის ერთი რიგითი საშუალო სტატისტიკური ფრანგის, არ ვიცი მე გერმანელის, ჰოლანდიელის თუ იგივე ბალტიისპირა ქვეყნის მოქალაქის ინტერესში არ შედის, ეს არის ცხადზე ცხად. არის რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანების არსებობენ ესეთი ძალები, რომელთა ინტერესიც ეს სამწუხაროდ არის. ეხლა ამ ყველაფერში აი ამ თელ მოცემულობაში ქართველი ხალხის დასჯა რამდენად შესაძლებელი იქნება, ეხლა ერთი მხრივ ცოტა მე მაინც სკეპტიკურად შევხედავ ამ ამბავს, ამ თემის ბოლომდე მიყვანას და მაინც მგონია, რომ ეს არ მოხდება. თუმცა ფაქტია, რომ როდესაც ხელისუფლების დასანქცირებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე დღეს ეს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა, ხა ჩვენ ამდენად ისეთი ზომიერი და ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არანაირი ისეთი ხმამაღალი რეაგირება ამაზე არ გქონია, იმიტომ რომ ნუ ხა თუცა ჩემი სამშობლო სამსახურში ხარ და ამისთვის გსჯიან, ნუ დაე დამსაჯონ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს სწორ საქმეს ვაკეთებ, ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაძლიერებ და ამიტომ ხა ამის გულისთვის თუ დამჯიან ეს მე ღირსებას მომიმატებს და არა სხვა რამე არ მოხდება. მაგრამ საზოგადოების და ხალხის დასჯა აი ადამიანის საშუალო სტატისტიკური ქართველის, რომელმაც მოიპოვა ეს ყველა, რომლის ბრძოლამაც რა თქმა უნდა ამ ბრძოლის სათავეში ქართული ოცნება იდგა, ცხადია, მაგრამ იმ ხალხის სურვილებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტა ეს მომენტი, არა კანდელაკის ევროდედაქალაქებში სირბილმა და ხვეწნამ რომ არ მიცეთო ვიზა ლიბერალიზაცია ქართველებს, არამედ ქართული ხალხის აი ამ ბრძოლამ მოიპოვა ეს სიკეთე და
ხა ქართული ხალხის დასაქცირებაზე ბუნებრივია რომ ჩვენ ძალიან მკაცრი რეაქცია ყოველთვის გვექნება, მაგრამ მე მაინც გონია რომ ამ სრულიად იდიოტურ ესე დავარქვე მაპატიეთ, მაგრამ აი ესე დაბიჯს, რომელიც ხალხის უფლებების აი ესეთ შეზღუდვას და პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს, ასეთ ნაბიჯზე არ წავა. ნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გავართ სწორ გზაზე ზვიად. ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა. თქვენ იცით ეკონომიკურ ზრდაში, რომ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, ამას ჩვენ არ ვამბობთ, ამას მსოფლიო ბანკი ამბობს და მსოფლიო სამეულში შევდივართ. ჩვენ ასეთი ეკონომიკური წარმატება ძალიან დიდი ხანია არ ქონია. არ ქონია, იმიტომ რომ ეს კონსოლიდაცია და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა, გაძლიერება, აგენტურისგან გათავისუფლება ამავდროულად იწვევს იმას, რომ ქვეყანა მეტად ზრუნავს და მეტად აღწევს წარმატებას ეკონომიკური განვითარების გზით. სხვა ინტერესები, როდესაც გვერდზე გადის და სხვისი ინტერესის გათვალისწინება საკუთარი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებაზე ზემოთ არ დგას, აუცილებლად ამას წარმატება მოაქვს. და ეს არის სახეზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დგავართ სწორ გზაზე და საკუთარი ხალხის პირველ რიგში მშვიდობის დაცვის აი ამ უტყუარ გზაზე ვდგავარ და აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. არ წასულა ჯერ ის დრო, ანუ არ არის ჯერ გაჩერების, მოსვენების მომენტი, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი დასრულდა, იმიტომ რომ აი თუნდაც ამ უღირს მეთოდებზე, როდესაც მიდის საუბარი, რასაც მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ქვია, ჩვენ კიდევ ვგრძნობთ, რომ ომის ფონზე, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, საქართველოს ფაქტორი კვლავ არის აქტუალური. მაგრამ იმეც გამოვთქვამთ, რომ როგორც შეერთებული შტატების ახალი ხელისუფალის, ასევე ზოგადად საღი აზრის მომენტი იზეიმებს და ეს საშინელება, რაც უკრაინაში ხდება, დასრულდება, შესაბამისად საქართველოს მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესიც დაიკლებს და ეს წნეხი არა ხელისუფლებაზე, უკვე არამედ ქართულ ხალხზე აღარ იქნება აქტუალური. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამ სიმედი ყველას გვაქვს, აგენტურისგან გაწმენდა ახსენეთ და აგენტურისგან გათავისუფლება და არ შემიძლია აქ არ კითხოთ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც უკვე მე-16 თუ მე-17 ხდომა იყო დღეს პარლამენტში. დღეს რამდენიმე დაზარალებულს მოусმინა პარლამენტის კომისიამ, მათ შორის იყო შალვა უბაიძე, გიორგი ნემსაძე, მამუკა კვარაცხელია, თეიმურაზ ჭიჭინაძე. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამ ადამიანებისგან ის არაადამიანური სისასტიკის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა, სისტემური სახით ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში და მინდა რომ სწორედ ამ თემით განვაგრძოთ ახლა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ კომისიის დასკვნა საბოლოო ჯამში საფუძვლად შეიძლება დაედოს და უნდა დაედოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. ასევე პარლამენტი მუშაობს კანონ პროექტზე მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურად ვერ გადარეგისტრირდეს, თქვათ, აკრძალვის შემთხვევაში ეს პარტია უცებ სახელი არ შეიცვალოს და სხვა სახელით არ გააგრძელოს საქმიანობა. მოგეთ აი ამ თემასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რაც უკვე მოვისმინეთ 17 სხდომისგან. ჩემი აზრით სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი პარტია, რომლის მმართველობის პერიოდშიც ხდებოდა ასეთ სისტემური დანაშაული, გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი დღეს, რასაც ჩვენ ვისმენთ ზუსტად დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, უკვე თორცდები 17 სხდომა ჩატარდა. თუ რამეს შეიძლება შევადაროთ და საერთოდ არ ვამბობ რიტორიკულად, ამას ახლა რასაც ვიტყვი, ისრაელში არის ჰოლოკოსტის მუზეუმი. და რომ შედიხარ ამ მუზეუმში, გარდა იმ ვიზუალური არტეფაქტებისა, რაც აი ამ გენოციდს აღნიშნავს, იყვებიან ისტორიებს. თითოეული ადამიანის, ნუ რამოდენიმე ყველას ხმობდები მილიონობით ადამიანი შეიწირა ნაცისტურმა რეჟიმმა, აი რაღაც თითოეული ადამიანის რაღაცა კონკრეტული ერთი ადამიანის ისტორიას. აი თუ რამე შეიძლება შეადაროთ ის ისტორიები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, შეიძლება შევადაროთ სწორედ ამას. იმ სადიზმს
მე უბრალოდ სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ სადიზმს, რომელიც ესე პირდაპირ მოედინებოდა იმ ხელისუფლებიდან 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებიდან, რასაც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ დასავლეთში და ესე იხტიბარს არიტეხდნენ, თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული და ეს საკუთარი ერის გენოციდი, რომელსაც სააკაშვილი უწყობდა ქართველობას, მათთვის იყო არაფერი და პირიქით ეს ყოფილა თურმე დემოკრატია. ხო, ეს ხო ფაქტია, ყველაფერი სახეზეა და ხელის გულზე დევს. ხა რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს საკმარისი. რა თქმა უნდა, საკმარისია ბევრ შემთხვევაში იმისთვის, რომ გარკვეული მტკიცებულებები წარედგინოს შესაბამის უწყებებს, ამაზე ჩვენ შესაბამისი ცვლილებებიც მივიღეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, სადაც ჩავწერეთ, რომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ ბოლო შემაჯამებელ ოქმს გადაწყვეტილებას კომისიის მუშაობის, არამედ შუალედში თუ გამოჩნდება კონკრეტული დანაშაულის ფაქტი, რომელიმე кейსთან მიმართებით, ამ მტკიცებულებების გადაგზავნის უფლება ჰქონდეს საგამოძიებო კომისიას. თუმცა ერთია კონკრეტული кейს დანაშაული, რომელიც პროკურატურასთან მიმართებით ადრესატი პროკურატურა იქნება და ასეთებიც არის მეორე უკვე უშუალოდ პარტიის, რომელიც ძალიან თამამად და მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფერს დანაშაულებრივი სინდიკატი დავარქვათ და რამდენჯერმე მე გამოვიყენე ეს ტერმინი, ჩვეულებრივი დანაშაულებრივი სინდიკატი მისი როგორც პოლიტიკური პარტიის მოქმედი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი. აი კიდევ ისტორიულ ჭრილში შევხედოთ ამ ყველაფერს. ნიუნბერგის და ტოკიოს პროცესები რომ არ შემდგარიყო 45 და 47 წლებში, როგორ წარმოუდგენია დღევანდელ სოფლიოს, რანაირად შეძლებდნენ ან გერმანიაში, ან იაპონიაში იმ რეჟიმის მემკვიდრე პოლიტიკური ძალები, იმ რეჟიმის მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას. თუკი ამას თავის სახელები არ დაერქმეოდა. ხო ფაქტია. ხო წარმოუდგენელია. თუკი ამას ყველაფერს გერმანიაში თუკი არ აიგზალებოდა და აი ეს პარტია რომელმაც აი ეს დავიცი მე განათლებული და ჭკვიანიერი აი ამ დონეზე მიიყვანა, თუკი იგივე არ მოხდებოდა იაპონიაში, რომელსაც ასევე განათლებული და ჭკვიანი ხალხი და ერი შეგვიძლია უწოდოთ, მაგრამ მოხდება სამწუხაროდ დავინახეთ ყველა, რომ აი ესეთი აი ამ ცდარმა იდეოლოგიამ და ამ შემდეგ შეიძლება ასეთ დონემდე მიიყვანოს როგორც ის ერი, ასევე მეორე ქვეყანა. საქართველოშიც იგივეა. ამიტომ მოდით ახლა ის სკეპტიკოსები რო არიან ეგრეთ წოდებული და რო ამბობენ რომ იცით ჩვენ ვებრძვით, თქვენ ებრძვით ოპოზიციას, გინდათ გააქროთ ოპოზიციას, არ ებრძვის. ოპოზიცია არის ის ჯანსაღი მექანიზმი, რომლის გარეშეც არსებობს დემოკრატიული ქვეყანა არ არსებობს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ შეიქმნას, განთავისუფლდეს დამნაშავეებისგან სივრცე, რომელიც ოკუპირებული აქვს მათ 2012 წლიდან მანამდე ხელისუფლება ჰქონდათ ოკუპირებული და მიტაცებული რომ ძალიან კარგად იცით თქვენს და საზოგადოებამ რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მოვიდა განსაკუთრებით ბოლო არჩევნებს გულისხმობს სააკაშვილი და დღეს ოპოზიციური ფლანგი აქვს ოკუპირებული და მისაკუთრებული. სხვათა შორის მაგ ლოგიკით ნიურნბერგის პროცესით შეიძლება გაეკრიტიკებინათ რომ აი ხელისუფლებაში არ არიან ეხლა ნაცისტები, ხელისუფლებაში თუ არ არიან, ესე იგი ოპოზიციაში არიან. ოპოზიცია და როგორ ებრძვით ოპოზიციას. მონებრივია ახლა სასაცილოა ეს ყველაფერი, სატერელი რო არ იყოს, ამიტომ ძალიან ევროპული არანაირი ნოუ-ჰაუ ეს ქართული არ არის, ეს ჩვეულებრივი აპრობირებული პოლიტიკური მოცემულობა ევროპულ ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ხდება სისტემურ დანაშაულში მხილებული პოლიტიკური ერთეულების მხილება ჯერ სასამართლო დონეზე და შემდგომ უკვე კანონიდან გამომდინარე მისი აკრძალვა. ამიტომ ამაში ახალი გასაკვირი არაფერი არ არის, ისევ შევაჯამოთ, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, პოლიტიკოსები. გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ექნება მტკიცებულებები, არის კონკრეტული კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც წერია, რომ პოლიტიკოსი რო ეძახი შენ თავს და ამ დროს ცდილობ ქვეყანას შენ სამშობლოს ტერიტორიები დააკარგინო, გააჩაგო შუღლი, ყველაფერი უბედურება ჩაიდინო, თუ რამ შეიძლება იყოს და კვლავ გინდა, მაინც გინდა რომ პოლიტიკოსი გერკვას, ასე არ გამოვა. არ შეიძლება თან დანაშაულით იყო დაკავებული სისტემურით და თან ცდილობდა პარლამენტში მოხვედრას და რაღაცა პოლიტიკაში შენი წილის შეტანას. ამიტომ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მტკიცებულებების ნაკლებობა არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამაში დარწმუნებული ვარ და დარწმუნებულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ამითაც არის განპირობებული არჩევნებზე ის შედეგები, რომელიც გვაქვს ბოლო 10 არჩევნებია. სხვათა შორის ისევ და ისევ აგენტურისგან გათავისუფლებაზე მინდა დაგისვათ კითხვა და
აგენტოკრატიისგან გათავისუფლებაზე. ჩვენ როდესაც ვიღებდით კანონს პირველად გამჭვირვალობის შესახებ გვახსოვს ჩვენ რა ამბავი მოყვა ამას, ლამის რევოლუცია მოაწყვეს, მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს ადამიანებს, პარლამენტის შენობას და ძალიან საინტერესოა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ახსენეთ, აბსოლუტურად იგივე ნაბიჯებს დგამს, გარდა იმისა რომ ფარა იქ რამდენიმე ათეული წელია უკვე მოქმედებს 30 წლებიდან თუ არ ვცდები 30 წლების ბოლოს მეიღეს. ესე იგი რამდენიმე დღეს წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას უნივერსიტეტებში, ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. და რა არის ახლა აქ ყველაზე საინტერესო, რომ ბატონი ჯიმ რიში, რომელიც გამოირჩეოდა ქართული გამჭვირვალობის კანონით და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს ფაქტობრივად ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებს და ძალიან ხშირად მოგვისვენია მისი მხრიდან უსამართლო კრიტიკა. ამ შემთხვევაში ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებული ხდება. ნუ ორმაგი სტანდარტია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე პოზიტიურ ნოტაზე რომ დავასრულოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ დღევანდელი საუბარი, ძალიან ბევრი თანხმედრაა დღევანდელ ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციასა და ჩვენს შორის სოფხედველობრივი თვალსაზრისით და ეს ნამდვილად ალბათ გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვივარაუდოთ რომ ძალიან მალე თუ არა ყოველ შემთხვევაში განჭრეტად მომავალში დაალაგდება ჩვენი ურთიერთობები პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შემდეგ ევროპასთანაც. კი ბატონო, ეს არის მოდი ასე დავარქვათ რა, საღი აზრის გამარჯვება, რაც მოხდა ამერიკაში დაწყებული რაღაცა სქესისთვის ბუნებრივი სახელის დაბრუნებით, მართალი წამებით, რაც გააკეთა დონალდ ტრამპმა, დასრულებული იმით, რომ გავლენის გამჭვირვალეობა ყოფილა თურმე აუცილებელი ამერიკაში, ისევ რაღაცამ იუპიტერის და ხარის ისტორიას უბრუნდებით, რაც არის შესაძლებელი იუპიტერისთვის თურმე შეუძლებელია ხარისთვის და ის ადამიანი, ის კონგრესმენი, რომელიც არიშურებდა სალანძღავს სიტყვებს და ყველაფერს აუცი კადრულობდნენ ჩვენს მიმართ იმ კანონის მიღების მცდელობის გამო, რომელიც ერთადერთ წეს ქვეყანაში შემოდინებული თანხების გამჭვირვალეობას და ამის დეკლარირებას ადგენდა დღეს აი ესე ტაშის მხრით შეეგება იგივე სახელი და სათაური და სახელწოდებაც რომ იგივეა, ეს არის კიდევ ერთი ასე ვთქვათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კი ბატონო, აი ეს პარადოქსი, რაც პარადოქსებიც ხდება სამყაროში, მას ტაშის მხრით ეგებებიან. მოკლედ კი ჩვენსა და ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის სოფხედველობას შორის ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებულ კი ბატონო მესეჯ ბოქს შორის რომელიც არსებობს მათი მხრიდან არის ძალიან დიდი თანხმედრა იდეოლოგიურ ასპექტებში ბევრ რაღაცას ბევრ მიმართულებას ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირად ვხედავთ და ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ზუსტად ამის შესახებ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელს უსაუბრია აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პრემიერ-მინისტრიდან საკანონმდებლოდან პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტს თავისთავად მიხეილ ყავილაშვილზე ვსაუბრობ ვართ სრულიად მზად რომ ყველაფერი დავიწყოთ სულთა ფურცლიდან აღვაკი არ აღვადგინოთ უბრალოდ ის სტრატეგიული პარტნიორობა რომელიც ეს საერთოდ გააუქმეს და რომელიც შინაარსობრივად არაფერი არ იყო გარდა იმისა რომ ხმადაღებული პირიქით აი ეს ბულინგის და ზეწოლის მექანიზმად გამოყენებული, არამედ რეალური სტრატეგიული ურთიერთობა შევქმნათ და კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ. რაც მართლა ეს მეგობარ ერებს, მეგობარ ხალხებს, სახელმწიფოებს და ახასიათებდეთ. ეს შეერთებულ შტატებთან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ბევრი არ შეგვიძლია ვიყურებით შეერთებული შტატებისკენ. და ვართ აბსოლუტურად მზად არის რაღაც გარკვეული ნიუანსები, გარკვეული მომენტები ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ეხლა ამას აღარ ჩაუღმავდები. რაც ეხება ევროპას. ასევე ევროკავშირთან მიმართებით ჩვენ არც ერთი წამით არ შეგვიძლია ხედვა და რაღაც ჩვენი პოლიტიკური ვექტორი სხვაგან არ მიგვიტრიალებია. პირიქით. მოიქცნენ სამართლიანად და სამართლიან პასუხს მიიღებენ აუცილებლად ჩვენგან.
შეგვიძლია ამ სიტყვებით დავასრულოთ აბსოლუტურად სამართლიანი პირობაა, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის, საინტერესო საუბრისთვის, ანალიზისთვის და შეფასებებისთვის. დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.